სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა შესაძლოა ფასიანი გახდეს. გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს ქვეყნები, მათ შორის საქართველო, კენჭისყრის წესით მიიღებენ. ვაჟის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ ინიციატივას აპროტესტებს. უფლებადამცველი საკუთარ მოთხოვნას იმ ადამიანთა სოციალური და ფინანსური მდგომარეობით ხსნიან, რომლებიც საერთაშორისო ტრიბუნალს ყველაზე ხშირად მიმართავენ. Human Rights Watch, Amnesty International, EHRAC და სხვადასხვა ორგანიზაციები მთელი ევროპის მასშტაბით აწარმოებენ კამპანიას, რათა გააერთიანონ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა და მთელი ევროპის მასშტაბით უკვე 300-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის იმ მიმართვის გარშემო გაერთიანებული, რომლებსაც დღეს ხუთი ადგილობრივ საქართველოში მოქმედი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდებით. Ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქ გასაჩივრებულ საქმეთა 99%-ში მოქალაქეებს ვინც არიან ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის მსხვერპლი, არ ექნებათ შესაძლებლობა გადაიხადონ სასამართლო ბაზაში. იმიტომ რომ ისინი ევროსასამართლოს მიმართავენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნით არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება ამოწურეს.